ზოგისთვის უბრალოდ გასართობი, ზოგისთვის კი ცხოვრების წესი. უკვე აღარავინ დაობს იმაზე, რომ კომპიუტერული თამაშები ძალიან აზარტულია. ის თითქმის ყველას უყვარს, განსაკუთრებით კი მამაკაცებს. Counter-Strike, Need for Speed, Call of Duty, Lineage 4-5 წლის მოზარდიდან დაწყებული დასრულებით დამთავრებული. მსგავსი თამაშებით გატაცებულია ყველა. მით უმეტეს დღეს არსებული კომპიუტერული თამაშები ყველაზე პრეტენზიული მომხმარებლის გემოვნებასაც კი აკმაყოფილებს. ზოგჯერ ეს აზარტული თამაშები მამაკაცებს ისე იტაცებს, რომ საერთოდ ავიწყდებათ, სახლში პური რომ აღარ არის. ბავშვისთვის ამპერსია მოსატანი ან ცოლის დაბადების დღე რომ არის. არადა კაცობრიობის განვითარებასთან ერთად ეს თამაშები საოცარი სისწრაფით იხვეწება. და თუ ადრე დენდის კომპიუტერით მხოლოდ მარიოს ან ეგრეთ წოდებულ ტანკებს თამაშობდნენ, ახლა Xbox-ის გამოიგონეს, რომლის საშუალებითაც თამაშის მონაწილე თავად ხარ და ყველა დაბრკოლებას თუ მისია საკუთარ ტყავზე ცდი. მათ ვინც ამ აზარტულ თამაშებს ეშმაკის გამოგონილს ან კაცობრიობის დამღუპელს უწოდებს, ვეტყვი რომ თავის დროზე ეს თამაშები ადამიანის ლოგიკის, ინტუიციისა და აზროვნების განვითარებისთვის შექმნეს. აქ ბევრი რაღაცას ეცნობი, ხდები რაღაცაში დახელოვნებული, სხვაშორის სამხედრო სამსახურში გეიმერებზე არის დიდი მოთხოვნა. ბევრს მიაჩნია რომ კომპიუტერი დიდხანს ჯდომა კომპიუტერთან მხედველობაზე მოქმედეს იმ მხრივ რომ ღლის, თორე გაუარესება მხედველობისა არ ხდება. როგორც ამბობენ გადაჭარბებული არაფერი ვარ გაო. და თუ თქვენ აშკარად ცნობთ რომ კარგავს საზღვარს რეალობასა და წარმოსახვას შორის, ეს იმას ნიშნავს რომ Counter-Strike-ში მეთოდის დასამარცხებლად კომპიუტერთან დღე-ღამეში 10-12 საათზე მეც ატარებთ. თამაშები ისეთი ძალიან აზარტულია. განსაკუთრებით ეს ქსელური თამაშები ეგრეთ წოდებული, შემთხვევა აღწერილი რომ კორეელი თუ არ ვცდები მოკვდა ელემენტარულად, მას მერე 2 დღე-ღამე გადამულად თამაშობდა ისე რომ წუთი არ უძინია. ეს ძილის დარღვევები ძალიან ხშირია, იმიტომ რომ ხდება ამ ქსელურ თამაშში ბევრი პარტნიორია, ხო? სოფლიოს ყველა კუთხეში სადღაც ღამეა, სადღაც დილა და სადღაც შუადღე. მეორე სოციალური კავშირების შეზღუდვა თუ შეიძლება ითქვას, ძალიან ესე იგი რეალურ ადამიანებთან ამ გეიმერს უჭირს, ან არ უნდა ურთიერთობა, ახლობელი იქნება მეგობარი, ნათესავი და ასე შემდეგ. სამედიცინო ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ინტერნეტისა და ვიდეო თამაშებისადმი მიდრეკილება ლუდომანიის, ანუ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების ერთ-ერთი ფორმა. ეს დაავადება, რომელსაც ფსიქიატრებმა სახელიც კი მოუძებნეს, ინტერნეტ ადიქციაა და ის ემუქრება მათ, ვინც ვიდეო თამაშებზე დღეში 2 საათზე მეტ დროს ხარჯავს და ინტერნეტ სივრცეში 10 საათზე მეტს ატარებს. რას იწვევს კომპიუტერული თამაშებით გადაჭარბებული ტკბობა. ეს არის ნევროზი, ეს არის რა გარკვეული, ძილის დარღვევა არის ძალიან ცუდად მოქმედებს ზოგადად ჯანმრთელობაზე. ეს არის უცნაურობა ქცევაში, რეალურში. ეს არის რეალობის გზნობის დაკარგვა. მაგალითად, აღწერილი ასეთი შემთხვევები, რომ რეალურ სამყაროში გეიმერი ძალიან მარტივად იღებს რაღაცა გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ მიჩვეულია, რომ თუ არ გამოუვა, თავიდან შეიძლება ატვირთოს ის დონე თამაშის, რაც რეალურ ცხოვრებაში ცხადია არ ხდება. თუ არ გსურთ რომ კომპიუტერულმა თამაშებმა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ან ოჯახური კონფლიქტი შეგიქმნათ, სცადეთ რომ ამ ჯადოსნურ ყუთთან დღეში მხოლოდ რამდენიმე საათი გაატაროთ.